ბათუმმა სიახლე წამებში იგრძნო. გახსნიდან რამდენიმე წუთში შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებულ ახალ პარკში გამრავლება მოიყარეს თავი. ბევრი ვერც კი გრძნობდა, რომ რაღაც შეიცვალა. ისევ ის ადგილი იყო, მაგრამ თან სრულიად ახალი, სრულიად განსხვავებული. ეს შეგრძნება ბუნებრივი იყო, რადგან ახალი პარკი სრულად გამოხატავს ქალაქის აურას, მის ხასიათს. ეს პარკი Silk Road ჯგუფმა გააშენა და ქალაქ ბათუმს საჩუქრად გადასცა. ამ შვენიერი ხეიბნებისა და ბილიკების მიღმა კი კარგად გააზრებული კონცეფცია დგას, რომლის განხორციელებაც Silk Road ჯგუფის გუნდმა მსოფლიოში აღიარებულ იაპონელ არქიტექტორთან, კენგო კუმასთან და დანიურ მასუ პლენინგთან ერთად დაიწყო. რაღაცნაირად ეს პარკი იმეორებს ქალაქს. ჩვენთვის ყველაზე ძლიერი შთაგონება თავად ეს ადგილია ბათუმი. არაჩვეულებრივი ქალაქი თავისი გეოგრაფიით, მთებით, ფერდობებით, ასევე მცენარეული საფარით. ეს ველური ბიომრავალფეროვნება, რაც რეგიონშია, გსურდა ამ კონკრეტულ ადგილას გადმოგვეტანა. აჭარის მთები და ფერდობები, რომლებიც ზღვაში იჭრება, მთელ ამ პარკში მეორდება. აი მაგალითად, ქუჩის მხრიდან შეხვდებით შემაღლებულ ბორცვებს, რათა ქალაქის ხმაურს მოწყდე. აქ წარმოდგენილი მცენარეების აჭარით არის შთაგონებული. შევეცადეთ, შეგვერჩია იმდენად ბევრი სახეობა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ბათუმი ხო ბევრი ეგზოტიკური მცენარის ადგილია. ქალაქის ბულვარსა და ბოტანიკურ ბაღში სეირნობისას ჩვენ მთელი მსოფლიოდან გვხვდება სხვადასხვა სახეობები. ამასთან ეს არის სივრცე ყველანაირი სიტუაციისთვის, ყველანაირი ინტერესისთვის, ყველა ზომის ჯგუფებისთვის. აქ იპოვი მშვიდ ადგილს, როდესაც ეს გჭირდება. ან თუნდაც მეგობრებთან ერთად პიკნიკისთვის. ეს სივრცე გათვლილია პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც. ვიტყოდი, რომ ეს არის პარკი ყველასთვის. ყველა შეუძლია აქ იპოვოს ინტერესი, სიამოვნება დიდსაც და პატარასაც. პარკის აღმოჩენა რთული არაა. პრაქტიკულად თავად გეძახის, როცა ძველი ბათუმელებით, ტურისტებით, სანაპიროზე ახლახან დაბრუნებული, ან იქ დილიდან გამაგრებული მეთევზეების საყვარელ ადგილს, ნავსადგურს ჩაული და ანბანის კოშკისკენ აიღებ გეზს. მუნიციპალური სივრცე შავ ზღვასა და რუსთაველის ქუჩას შორისაა მოქცეული და 2 ჰექტარზეა გაშენებული. აქაც ინფრასტრუქტურა Silk Development-მა მოაწყო. რეკრეაციული სივრცე არა მხოლოდ ერწყმის ქალაქის ზღვისპირა ზოლს, არამედ ქალაქის ხასიათსაც. პადელის კორტები, მინიფეხბურთის მოედანი, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი და გასართობი კუნძულები, საფეხმავლო და ველობილიკები, პრაქტიკულად მინი ბულვარია. პარკის მთავარი მარგალიტი კი შადრევანია, რომელიც აქ მოსულის ყურადღებას მაშინვე იპყრობს. აქვეა 63,000-მდე ენდემური ბუჩქი, 210 სახეობის 600-მდე ხე. პროექტის ავტორებს იამაყებათ, რომ განაშენიანების პროცესში ადგილზე არსებული მცენარეები სრულად შეინარჩუნეს და ადგილს უფრო მეტიც კი შესწინეს. ასე გაჩნდა ბათუმის გულში პრაქტიკულად ახალი ეკოსისტემა. გარემოზე და სიმწვანეზე ორიენტირებული მიდგომა კი საქართველოში ჩამოყვანილი მსოფლიოს წამყვანი ლანდშაფტის დიზაინერებისა და არქიტექტორების მთავარი ხელწერაა. It's a little bit difficult answering the things I'm proud of. რთულია გამოვყო პარკის ის ნაწილი, რომლითაც განსაკუთრებით ვამაყობთ, რადგან აქ ჩემთვის ყველაფერი ძვირფასია. წყლის ელემენტი, ის თუ როგორ ინაცვლებს წყალი სხვადასხვა დონეზე, რა ხმას გამოსცემს ის და როგორ გამოიყურება. ამის ყურება ძალიან ამახს მხდის. როდესაც აქ მოვედით, ეს ადგილი პრაქტიკულად სიბრტყეზე გაშლილი მინდორი იყო. დაახლოებით 200-მდე ხითა და ბუჩქით. ხვდებოდით, რომ უფრო მოზრდილი ხეები უნდა დარჩენილიყვნენ სწორედ იქ, სადაც თავდაპირველად იდგნენ. რადგან ჩვენთვის ზედმეტად რთული იქნებოდა მათი გადატანა. ასეთია მაგალითად პალმები და მაგნოლიის ხეები. 190 ხე და ბუჩქი კი სპეციალურ ადგილას გადავრგეთ და შემდეგ კვლავ ადგილზე დავაბრუნეთ. უბრალოდ მდებარეობა შევუცვალეთ. აქ ბევრი მცენარეა, რომელიც არაჩვეულებრივ სურნელს დააყენებს პარკში. ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე აქ შეგხვდებათ ვარდები, რომლებიც აყვავებას უკვე გაზაფხულზე დაიწყებენ. გვაქვს დეკორატიული მცენარეები. ჩვენ აქ დაგხვდა 190 მცენარე, რაც აქვე დავტოვეთ. მაგრამ დავამატეთ კიდევ 450 ახალი ხე და ბუჩქი. 63,000 მრავალწლოვანი მცენარე. ასე რომ ეს დიდი რიცხვებია. ისინი მეტწილად რეგიონის სანერგე მეურნეობიდან, ნაწილი კი იტალიიდან ჩამოვიტანეთ. პარკის მოწყობაზე 4 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა. ამავე დროს ის იმ გრანდიოზული პროექტის ნაწილია, რომელიც კენგო კუმას დიზაინით ამ ადგილს Silk Towers-ების სახით დაამშვენებს. ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი პარკის, ესე ვთქვათ, მშენებლობით. პარკი და იახტ-კლუბი მარინა, ეს არის პირველი ფაზა. 2 ჰექტარზე არის გაკეთებული ეს პარკი და ჩვენ ყველა პროექტში თუ გაიხსენებთ, მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია გამწვანებას და ლანდშაფტ დიზაინს. და ბუნებრივი აქაც
როდესაც აი ესეთი სივრცე არის, ერთიანი კონცეფცია შევქმნით, ეს არის გამწვანების კონცეფცია, აკეთებს მასულ პლანინგს სკანდინავიელები და გარდა იმისა, რომ ეს არის პარკი და თელ ამ დანარჩენ სივრცეში გაიშლება ეს პარკი, ეს აუზები და ეს გრანიტის წყლის სარკეები, რომელიც ერთიანი სივრცე არის. ამასთან ერთად თვითონ ეს კოშკები ჩვენი პროექტში, რაც არის გათვალისწინებული, რაც არის კენგოკუმას გაკეთებული და ერთიანი კონცეფცია შემუშავებული, აქ არის ასევე ფასადები არის, მწვანე ფასადები. ანუ არა მარტო ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური გამწვანებაც იქნება და ეს ერთიანად თუ წარმოგიდგენთ ძალიან შეცვლის მთელ ამ ადგილს. ბევრი წყალი და ბევრი გამწვანება და ეს ქმნის აი ზუსტად ამ კარგ ატმოსფეროს, სადაც უკვე ხალხი აი უკვე ხო ხედავთ, თქვა ხალხმა დაიწყო სიარული, ახლა გავხსენით 10 წუთი. მულტიფუნქციური კომპლექსის მიმართ ინტერესი უკვე საგრძნობია, ამბობენ Silk Road ჯგუფის წარმომადგენლები. 700 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით კომპანია მიმდინარე პროექტის დასრულებას 5-6 წელიწადში ვარაუდობს. 700 მილიონი არის ჯამური ინვესტიცია. აი ხა ეს პარკი მაგალითად რასაც თქვენ ხედავთ 4 მილიონზე მეტი არის ეს ჩვენი ინვესტიცია და აი ეს ჯამში 700 მილიონიანი დიდი პროექტი არის. პრეს-რელიზის მიხედვით ამ ტერიტორიის 6 ჰექტარზე გაშენდება აპარტამენტები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების, საცურაო აუზები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, რესტორნები და კაფეები. ყველაფერი ამის კონცეფციაც მსგავსია, მწვანე ეკომეგობრული ინფრასტრუქტურა. პარკის გახსნისა და ქალაქისთვის გადაცემის ოფიციალურ საღამოს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მინდა მადლობა გადაუხადო პროექტის განხორციელებისთვის Silk Road ჯგუფს, მის დამფუძნებელს ბატონ გიორგი რამიშვილს, ყველა ადამიანს, ვინც მიიღო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა. მინდა ცალკე გამოვყო, ხაზი გაუსვა პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა, საერთაშორისო დიზაინერებმა. მსგავსი ტიპის პროექტები არა თუ მხოლოდ გაამდიდრებს ჩვენს ქალაქს, არამედ პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეობის კეთილდღეობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე ხანში ეს ადგილი გახდება განსაკუთრებული არა მხოლოდ ბათუმელებისთვის, არამედ ჩვენი სტუმრებისთვის, ვიზიტორებისთვის. პროექტზე მომუშავე წამყვანი უცხოელი სპეციალისტების დამსახურებით ბათუმთან ერთად პარკში ცოტა სკანდინავიაც იგრძნობა და ცოტა იაპონიაც. ლეგენდად ქცეული იაპონელი არქიტექტორის კენგო კუმას სტუდიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დანიურ მასუ პლენინგთან წარმატებული თანამშრომლობის წინაპირობა ერთიანი ხედვაა. ეს კი ეკოლოგიურად მდგრად და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ რეკრეაციულ სივრცეებზე ორიენტირებაა. ამის მაგალითებს მსოფლიოს მრავალ დედაქალაქში ხვდებით, ახლა უკვე ბათუმშიც. კენგო კუმასა და მთელი ჩვენი ოფისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის ლანდშაფტია. არქიტექტურა ვერ იქნება შექმნილი ლანდშაფტის გარეშე. ეს ყოველთვის ინტეგრირებულია. ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო მასუ პლანინგთან თანამშრომლობა, ვისთან ერთადაც ბევრჯერ გვიმუშავია და წარმატებითაც. ეს იმიტომ, რომ ისინი იზიარებენ იმავე ხედვას, რასაც ჩვენ. არ არის რთული ზღვარის დაცვა შენობასა და ლანდშაფტს შორის. ორივე უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ შეიქმნას ერთი განსაკუთრებული სივრცე. ამ შემთხვევაშიც კონცეფცია ბრუნავს მთებისა და ზღვის ირგვლივ. როდესაც ბათუმში ჩამოვედით, აქაური მთებით ძალიან შთაგონებულები ვიყავით. გვსურდა შეგვექმნა რაიმე ისეთი, რაც არ იქნებოდა ორიენტირებული მხოლოდ ზღვაზე, არამედ მთებზეც, რადგან აქაური 360 გრადუსიანი ლანდშაფტი აქ მართლაც განსაკუთრებული იყო. კენგო კუმაში ჩვენ ყოველთვის ერთი პრინციპით ვმუშაობთ. ადგილი გკარნახობს არქიტექტურას. ჩვენ შევხედეთ ბათუმს, მის მთავარ ქუჩებს, მათ შორის რუსთაველის ქუჩას და ჩვენ პრაქტიკულად გავაგრძელეთ ის. შედეგად მივიღეთ კავშირი ძველ ბათუმსა და ახალს შორის. ეს იქნება მთავარი პრინციპი Silk Tower-ის მთავარ პროექტში და ეს პრინციპი გვხვდება აქაც, სახალხო პარკში. ესაა ძლიერი კავშირი ძველ ბათუმსა და ახალ ბათუმს შორის. ჩვენ ასე ვმუშაობთ. სურამოკიდებული სივრცის მშვენიერ პარკად გადაქცევამ ბათუმელები გაახარა. ხარისხი და გემოვნება მათთვის შეუმჩნეველი არასოდეს რჩება. სულ გული მწყდებოდა, რომ ჩაიკეტა ეს. ასე მეგონა, რომ ალბათ მეთქი მხოლოდ მაღლივი სახლი იქნებოდა და ზღვის სანაპირო არ გამოჩნდებოდა. და გამოვედი ახლა დღეს და ძალიან ყვაყოფილი ვარ. ძალიან მიხარია და რაც უფრო უკეთესია დაირგვება, გალამაზდება ჩვენი ბათუმი, ის მინდა. მართლა მომწონს როგორ არის გაკეთებული ყველაფერი რა, აი ეს კუნძულები, შადრევნები, ლამაზია ძალიან. ისიც რა არის ასეთი დიდი მწვანე კუთხეს თუ ვიტყვით მოკლედ ბათუმში მე кайხანი არ მინახია. ლამაზია, სასეირნოთ,
აქ ახლოს ვცხოვრობ და ახლომახლოს ასეთი ადგილი ნამდვილად არ იყო, რომ ბავშვთან ერთად ეტლით გაისეირნო. ახლა ქალაქი მორიგ ყვავილობას ელის, რომ ახალი პარკის ორ მთავარ შესასვლელში არსებული რკინის ხეივნები აყვავებული მცენარეებით დაიფაროს და აქ ყოფნა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს. Silk Road ჯგუფში კი იმედოვნებენ, რომ ქალაქში, რომელიც ყველას უყვარს, ყველასათვის საყვარელი სივრცე სწორედ მათ მიერ შექმნილი პარკი იქნება.